General, what is it? Yeah, that's true. მოგესალმებით თანამემამულეო, აქტუალური თემები. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი გიორგი ქუთათელაძე, ბიზნესმენი, ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით მოღვაწეობს ფარმაცევტული მიმართულებით და ვინდა კონკრეტულად ვისაუბროთ ბიზნესის მიმართულებით და სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი როცა საგადასახადო ინიციატივები. ყველა მიმართულებით უნდა ვისაუბროთ, საბანკო მიმართულებითაც უნდა ვისაუბროთ, ბატონო გიორგი. იმიტომ რომ ფაქტიურად ერთ-ერთმა ბანკმა, ეს არის საქართველოს ბანკი, მთელი ერთი თვის განმავლობაში მქონდა ამ თემებზე საუბარი და სხვადასხვა საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ ბანკმა ესეთი ხელშეკრულება მომწერა, დეკლარაცია, ამით თქვენ მოგწერა თუ არა საქართველოს ბანკში თუ არა გახსნილი ანგარიში. ამაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, რამდენად ზღუდავენ ბანკები ბიზნესს. რამდენად არის სწორედ ქართული ბიზნესი თავისუფალი, ხო ბანკს რა ესახება, თქვათ ისეთი კითხვები დავისვას, ისეთი ინფორმაცია გაიგოს თქვენი კომპანიის შესახებ, რაც თქვენია კონკრეტულად თქვენი საიდუმლოა, ბიზნეს საიდუმლოა, ხო? ის არ ეხება არც ბანკს, ეს მათი ფინანსური საქმიანობა არ არის. აი მაგალითად ესეთი ხელშეკრულება გამომიგზავნეს, მე ვთხარი ამ ხელშეკრულებას მე არც ხელს მოვაწერთ, არც პასუხს არ გეცეთ ამ კითხვებზე. და ამას ითხოვს ეროვნული ბანკი, მე ვთხარი მომეცეთ მაშინ ეს რომელი კანონმდებლობით ითხოვს, გამომიგზავნეს, მაგრამ ეს წერია ეროვნულ ბანკს უწერია, თუ თქვათ შეპესე ან რომელიმე ორგანიზაცია არ გაძლევთ ინფორმაცია, შეიძლება გამოიღოთ ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან და მის მიხედვით თქვათ შეადგინოთ. მაგრამ ამათ ეთქობა თავისთვის ფანტაზია გაეღვიძა და ამიტომ დაიწყეს ესეთი დეკლარაციის გადაგზავნა და მოითხოვეს პასუხები. და ძალიან საინტერესოა, ესე იგი, რას ითხოვენ და სწორედ თქვენ კომპანიას აი რამდენად შეეშლება ხელი. ამაზეც მინდა ვისაუბრო, როგორც ბიზნესი და ხელი შეგეშლება თუ არა ამაზე ვიღაცეთ პასუხი. დავიწყოთ ესეთი რაღაცაა. იცნობდა შენ კლიენტს და თანხისა და ქონების წარმოშობის წყაროს დეკლარაცია. ჯერ ერთი ამ დეკლარაციისთვის არსებობდა სახელმწიფო სტრუქტურები, ხომ, ვინც აკონტროლებს და ყველაფერი იცის. კიდე საბაჟოა, საკადასახადოა და სხვადასხვა მიმართულების სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელსაც იცის და რა ბანკმა რატო უნდა იცოდეს შენი დეკლარაცია, რა საკეთებდა როგორ აკეთებდა. ახლა აქ არის დიდი ასოებითაც წერია და ძალიან წვრილი ასოები და ყველა საინტერესო ეს არის წვრილი ასოებით რაც წერია. თქო მივხვდეთ კომპანიის შესახებ შემდეგი ინფორმაცია. ეს არაფერი არ არის, ძალიან დიდი ასოებით არის, საფორიც არ საჭირო. ესე იგი, დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი და კომპანიის ვებგვერდი, საჯარო არხის ბმული და ასე შემდეგ, Facebook-ი და ყველაფერი. კი ბატონო, ეს საჯაროა და შეუძლია თვითონაც ნახო. შემდეგი, დეტალურად აღწერეთ კომპანიის საქმიანობა, მათ შორის საქართველოში. ახლა რატო უნდა იცოდეს თქვენი კომპანია, ფარმაცევტული კომპანია, მაგალითად, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეწერეთ სხვა საქმიანობასაც, რომელიც კანონმდებლობით გააქვს ამის უფლება, ხომ? რა საქმიანობას ეწევი და ეს თქვენ სახელმწიფო არ გიგრძალავს და იქ აღნიშნავს სწორედ ყოველთვიურ დეკლარაციაში, რომელსაც აგზავნებთ, აღუწეროთ თქვენ რას საქმიანობთ. ამაზეც მაინტერესებს თქვენი სამოდით თან ვირჩევთ ამ საკითხს. უბრალოდ ხა ფაქტია რომ ბანკები ვაგროვებენ ამ ინფორმაციას, მე ძალიან მშვიდად მაგიდის ქვეშ დაგიდიან ამ ინფორმაციას, ეს კოლოსალური თანხმები ის ამ ინფორმაციის რიგში დგას პირველ რიგში სადაზღვევო კომპანიები და შემდეგ გვირეკა ტელეფონით თალბატონები, პატარა გოგონები აკავშირებენ და სხვა კომპანიები ასევე სხვების კიდულობენ ალბათ ეს ინფორმაცია პერსონალური და საბიზნეს ინფორმაცია ყველა საინტერესებს. შემდეგ ესე იგი ისინი სწავლობენ და ცდილობენ თავისი პროდუქტები მოგვაგონონ. მაგალითად გააცემთ ბატონო გიორგი პასუხს. ეს ერთი რომ თქვათ თავის პროდუქტი მოვა საქართველოს შეტყიარო საინფორმაცია. სწორედ მე ვთხარი საქართველოს მოხდა. თქვენ მომაწოდეთ თქვენი ინფორმაცია მეტი. კი ბატონო, არ არის პრობლემა და გამომიგზავნეს ინგლისურ ენაზე. რომ ეს არის ინგლისის ერთ-ერთი ბანკი, რომელმაც დააფუძნა საქართველოს ბანკი.
ესე იგი საფაო ოფიციალური არის ინგლისში. და თქვენ ამ ინფორმაციას მარტო ამას იარნია თუ ჩაყოლეთ რომ ააწოდეთ ინგლისში უცხო სახელმწიფოს ეს ინფორმაციას. და გადის პირდაპირ, ესე იგი ქართული ფირმის ინფორმაცია გადის პირდაპირ რა ინფორმაციასაც მიაწოდოთ. ყველა საინტერესოა მივიდიოთ ნედლად და თან განვიხილოთ. შემდგომ თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ექსპორტ-იმპორტთან, ჩაწერეთ საქონლის ტრანსპორტირების მარშრუტი. საქონლის წარმოშობის მიწოდების ესე იგი საიდან გაგავთ მარშრუტი ექსპორტ-იმპორტი სან მიგავთ. და უნდა ჩაწეროთ, ესე იგი ეს ყველაფერი. ეს ხო საერთოდ მაშინ ამ ბიზნეს საიდუმლო რას ქვია ბიზნეს საიდუმლო, ხო? და სწორედ მე ვამბობ, რომ ბიზნეს ომბუდსმენი უნდა დაინტერესდეს ამით და ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის სახელით ხდება ეს ყველაფერი. და ყველა საინტერესო ის არის, თუ ამასო არ უმართვიო რამოდენიმე დღის წინ შეგიზღუდავ თუ ანგარიშებზე წვდომას. ეს ნუ უკანონოა. მე ვუთხარ. შეგიზღუდავ. კი ბატონო, დღეს მე შეგიზღუდავ. ხო, ეხლა მე გეუბნებით კანონით მე ვიჩვენებ სასამართლოში. მე ვერ გადავიხდი დენის გადასახადს და წყლის გადასახადს, ამიტომ გამეთიშებ ელექტროენერგია. ჩემი მოიჯარები არის, ჰაიდე რომ სემიოტი რამდენი კუბს ასხავს დღეში რამდენი გავდეს. მოიჯარებს და ვახეთ 15-20 ფირმა ესენი გაჩერდებიან და საქართველოს ბანკს მოუწევთ იმით ზარალეს ამას გავუდება. იმიტომ რომ არც ერთი კანონი საქართველოს ბანკს არ ახლება რომ მე შემიზღუდოს სწორედ ეს შეიძლება არ შეგიზღუდოს ბატონთებრო, მაგრამ ფსიქოლოგიურ წრეში გადავიდე რომ გაწოდე და დაწერო. ჩვენება აღიარებით ჩვენება. ამიტომ მე ვცდილობდი რომ თუ შემიზღუდოს სწორედ ვერ გავედავე. ადვოკატებს ვნახე, ვესაუბრეთ და იგენას ძალიან დიდ ზარალს საკუთრებით პოლია ეს რომ გადავიხალო არაფერი არ მოჩერდა. ხო. ეხლა ნუ ეს ხო გიხართ. ეხლა თოთ მივუთითოთ იმ ქართული და უცხოური კომპანიებზე ინფორმაცია. ესე იგი, იმ უცხოურ კომპანიაზე ინფორმაცია რა კომპანია, ვინ არის და რა საკეთებს. რომელთანაც ეკლებათ გადარიცხვა ჩარიცხვა. ესე იგი, აქ მარტო იმას არ ეთხოვს, რომ გადარიცხვა ჩარიცხვა. მომავალში რო გექნება. ხო, ამ კი ბატონო, თუ გაქვს, ეხლა თუ ჩამორიცხა რომელმა ფირმამ, ხო, ნახავთ ჩამომერიცხა. ბანკი ხო ხედავს ამას. რატომ ამას ჩემი თქმა ჩამორიცხა, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდეო, რომ ეს რა არის ეს ფირმა რას წარმოადგენს, ხო? ეხლა მივყვეთ თან ეტაპობრივად და უფრო ისეთი მებზე მივდივართ, რომ ეხლა მე არ ესეთი სტატისტიკა შევა, რომ ამას იქ უცხოურ კომპანიებს ვერ გაუბედავენ. აქ ჩვენ ქართულ კომპანიებს ისევ ქართული მაფია მეგობრებო. ანუ აქ როგორ ისეთ ქართულ მაფიას უკვე დიდი ესე იგი მადა გაეხსნა, ამ ინფორმაციას ელამაზად გაიგეს ისეთ დიდ ფუსის შორის. ერთი 10,000 ფირმაზე ესეთი ინფორმაცია შეგეგო, კოლოსალურ მილიონებზე ლაპარაკი რო გამიგდო და თან ეხლა კიდევ უფრო საინტერესოზე მივდივართ ხოლმე და ამიტომ თქვენი აზრით როგორც ბიზნესმენი ხარ და დეტალურად მინდა თითოეულს განვიხილოთ რა. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ დღეს თუ მე მომწერა სხვა თქვენ მოგწერა ზეს სხვას მეწერა. მე დარწმუნებული ვარ, გაგზავნილია. მე თუ მენდას მე ვეუბნები, მე პოლიტიკოსი ვარ და მე ამას გამოვიდა საჯაროდ. ეხლა რას გამოვიდა? ხო, ეხლა ესე რა, ასე თუ არავის არ ინფორმაცია. რას არ ვიცი, მე პოლიტიკოსი ვარ. კერი მომწერია თქვენ საჯარო პირველ პოლიტიკოსი ვარ და მე ვალდებული ვარ ეს თემები გამოვიტანო სააშკარაოზე. კანონობა, ყველა უნდა აბსოლუტურად. მე სხვა უფლება არ მაქვს, მე პოლიტიკოსი არ ვიქნები, თუ ეს არ გამოვიტანო და ამ ლაპარაკი არ ვქნა. შემდგომ ვიყო ინფორმაცია კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეს საბოლოო მაკონტროლებელი პირების შესახებ. პირების ხო. ეხლა აქ თქო მივუთითოთ ინფორმაცია ფიზიკური პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფორმით არიან კომპანიის 25%-ის ან 25%-ზე მეტი წილის აქტივების მფლობელი ან სხვაგვარად ახორციელებენ კონტროლს კომპანიაზე. თუ არავინ ფლობს წილს აქციების 25% და არც სხვაგვარად აკონტროლებს კომპანიას, მაშინ უნდა მივუთითოთ ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელზე. ესე იგი, თუ არაპირდაპირად ვინმე ფლობს, მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლები, ხო? და სიტყვაზე აღარ პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი ან ვინმე. ასე მივუთითო, რომ ვიცოდეო რა, რომ ვინ აკეთებს.
მეტი. ხო. აი ეს საბჭოთა კაკები არ აკითხავდა ასე ადამიანს მე დარწმუნებული ვარ ასეთი დეტალური ჩაძიება კაკების დროზე არ იყო მეგობრებო ხა რაღაცები ჩვენც ვიცით მაგრამ ეს უნდა კაკების უყურებო ეხლა აქ არის რამოდენიმე გაფა ჩვენ ხედავთ სახელი გვარი დაბადების თარიღი მოქალაქე საცხოვრებელი ესე იგი კურდულად გაწურდა ხო ოღონდ კურდულად როგორ გაწურდა ეს კურდებმა რო ეცე ბიჭო შენ ბოზო ხო მიშო ხო ეს მე ბოზო ბოზო გამიგახავდა გამომაქვს ეს თავისი ჭუით როცა შენ უფლებებს იცავ ეს ბოზო მაგით ჭუით საქართველოს ბანკის ჭუით ბოზები და ჩათალახები თვითონ არიან ახლა შემდგომ მივყვოთ კიდე ინფორმაცია კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრე პირების საქმიანობის შესახებ. ეხლა თქვენ კომპანიაში არის უკვე 4 დაფუძნებელი. ხო ესე იმაზე უნდა მიაწოდო ინფორმაცია. ჯერ ერთი რა ინფორმაციას ვითხოვ. მესაკუთრე თუ არის საჯარო რესტრიდან ამოიღებ და იწერია წელი რამდენია გვინ რა არის და ეს მე ჩემგან რას აქ პოლიტიკა რა თქვენგან რას თქვენ ხა იცით რომ იქნება უფრო მეტი წარცდეთ და მეტი ჩაწეროთ აი მეტი ინფორმაცია და გამოგცინცროთ აი სწორედ მაგაზე მივიდეთ ეხლა ამას კიდე ქვედა განმარტებები რა საქმიანობა გამოცდილება ესე იგი იმის ვინც ყავშენ პარტნიორი ვინც არის თქვენს გვერდზე კომპანიების დასახელება რა კომპანიებში არიან ისინი ხო ისინი რეგისტრაციის სადაც დასახლებული. ხო, იგეთქი ჯერ მაგას. მე კომპანიების დასახელება რეგისტრაციის ქვეყანა, სადაც ფლობს წილს. ესე იგი, თქვენი პარტნიორი თქვენ გეტყვის, რომ ვინმე სად რა კომპანია, სადაც რა თქვენ გეტყვით? მე რა კომპანია. ნუ, აი ესე იგი, ამას მოგეუბნებით, უშიშ რომ წერო, კაგებია თუ აი წერო ცირკულარია. ეს უკვე წერო ცირკულარი. ეხლა მე ვთქვათ შემდგომ, კიდევ უფრო საინტერესოზე მივიდივარ. აი ნელ-ნელა საინტერესო რაღაცებია, რომ თოთ მომიშნოთ ქვემოთ მოცემული ჩამონათვალში კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრე პირების აქტივების დაგროვილი ქონების თანხის დანაზოგის წარმოშობის წყარო. ესე იგი თქვენი პარტნიორის ესე რომ კიდევ რა ყველაფერი ესე ჯიბები უჩვენო. შენ მითხარი და დაუწერო კიდე. და ეხლა ჩამოთვლილი არის გრაფები აღნიშნეთ. ესე იგი ეხლა მივხვდით რა წერია. ხელფასი ბონუსი რამდენი აქვს იმას? ხო. აქციები, საინვესტიციო პორტფელისა და სხვა პასიანი ქაღალდების გაყიდვა. რას ხედავთ? აი ეს ისტორიული ეგ არ უნდა დავკარგოთ ეგ. არა, შეიძლება ის გააკრო ყველაფერი. აი სამოგებული მაგრამ და ოფიციალურად მეილზე მომწეროს და მთელ ეგ მეილი შემიდარჩა. ხო და ბრძოლა მიდის ჩვენ შორის უკვე დიდი ხანია. კი, რამოდენიმე ხანი მაგაზე მაგარი გასაცაგრები არიან იგი. მე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგება. ესე იგი თქვენი პარტნიორმა რა მოგება მიიღო საერთაშორისო სამეწარმეო საქმიანობიდან. ესე იგი მე დივიდენდი ვისამდენია თუნდაც სხვა ფირმებში და რას წარმოადგენს. უძრავი ქონების გაყიდვა რა გაყიდა, ესე იგი ჩაუშვიო რა შენი ახუბელია თუ მეგობარია თუ პარტნიორი ჩაუშვი ყველაფერი. კარგი იდეა მომიდა ბატონო, მოგეცოდე. ესე იგი მოდი დავცინცროთ მაგას ინგლისური ვარიანტი ეგა, ინგლისურიდან მომიზამეთ რა. ხო, იმიტომ რომ უცხოელებით რო წაიკითხავენ ალბათ გაგიჟდებიან. არა, ეს უცხოელი მაუთხეს. არა, მაგას ინგლისური ვარიანტი მოგცენ რა ქავრებს ხაჩვენ. აი ინგლისური ვარიანტი გავარ. თუ მოგცეს. ეს ჯერ არ დამთავრებულა. ხო, მე მკვიდრობით რა მიიღო თუნდაც თქვენო პარტნიორმა. ხო, მოგლედა. სადაზო პრემია. საჩუქრები რამისეს ვირა საჩუქარი მისალა ესე იგი ოჯახში თუ რამე საჩუქარი მივუტანა ისიც უკვე ვიცოდეთ რომ ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია და გადავიდე ლატარია სათამაშო ბიზნესი ფსონები კაზინოს პრიზი კომპენსაცია კრიპტოვალიუტა განქორწინებით მიღებული ქონება ვაიმე სხვა კიდევ რამე საყვარელი რამდენი ხავს ის სხვა არის საყვარელი ეს არის მეორე გვერდი მესამე გვერდზე აი უკვე მივედით თავარ აი რა ხედავ ეს დიდი ასოებით არის დაწერილი და ბეჭდი ესაც გვერდი ასოებით ეხლა აქ რაშია საქმე ყველაზე საინტერესო ინფორმაცია პოლიტიკურად აქტიური ან მათთან დაკავშირებული პირებზე
ეხლა საქართველოა და ყველა მესამაცასთან არის დაკავშირებული ზოლი და ნუ ნათოსავი მეგობარი ძმაკაცია და ასე შეიძლება არ მოწოთ აქტიური ადამიანი. არ მოწოთ პოლიტიკურად აქტიური. თან მეუბნე მე პოლიტიკის პარტიის თავმჯდომარეა. და მე არას გამოვიდა საშკარაზე. მე ვანდებული ვარ და სწორად გავამბობ. ძალიან მაგრა შეიშარა თქვენთან რომ მოიწერეს მე ხო მაგრაკილი მოიტეხა. თან რა, იცი რომ რამოდენიმე ჯერ და თქვენ ხომ მიიღეთ რატო რომ მართლა დაინტერესდით რა, რაშია რა მივიდე რა, რა გავაკეთო, რაზე მაწვევი. მივხვდი ხა, აქ აწერენ წვრილი ასოებით რაც არის, ხომ, საინტერესოა. პოლიტიკურად აქტიური პირი არის მნიშვნელოვანი საჯარო პოლიტიკური ფუნქციის შემსრულებელი ფიზიკური პირი. ჩხილებში გარდა საშუალო დაბალი რანგის თანამდებობის პირისა. ეხლა რაც ქვია დაბალი რანგის პირისა და საშუალო, ხო მე ჩემთვის, ჩემი პარტიის წევრი თითოეული წევრი მაღალი რანგის პირია. ხო, ჩემთვის დაბალი რანგის არც ერთი არ არის, ხო? მე არ ვუყურებ, რომ მე რა ხომ თავმჯდომარე არის და წევრია, ეს შეიძლება დაბალი რანგის პირია. ესე იგი, კიდევ ამაშიც რაღაც სისულელებს ლაპარაკობ. მათ შორის ახლა მივხვდი. სახელმწიფოს მეთაური თავრობის ხელმძღვანელი, თავრობის წევრი, მინისტრი, მისი მოადგილე, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, საკანონმდებლო ორგანოს ფრჩხილებში პარლამენტის წევრი, ახლა ამათ კიდევ ერთი შეცდომა გაუშვეს პარლამენტის წევრი და თუმცა შეიძლება ესეთი ფიქრობენ, რომ საკრებულოს წევრი არის დაბალი რანგისა და არ ეთხოვენ საკრებულოს წევრია, საკრებულოს თავმჯდომარესაც არ ეთხოვენ. და თბილისის მერსაც არ ეთხოვენ, დაბალი რანგის ჩინოვნიკი ყოფილა ბატონი კახიკალაძე. არ ყოფილა, ესე იგი არ შეიტანეს ამ სიაში, რომ მე თუ მე არის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს დეპუტატი, ესე იგი დაბალი რანგისა ყოფილა. ხო, მინისტრი მისი მოადგილე, ხო პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი, ნუ ეს უკვე ფიზიკურად მე ხება, ხო გაერთიანების ხელმძღვანელი ვარ პოლიტიკური პარტიის, ხო? მმართველობის ორგანოს წევრი, უზენაესი სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს, უმაღლესი ინსტანციის სხვა სასამართლოს ორგანოს წევრი, რომლის გადაწყვეტილებები გამონაკლისის შემთხვევაში საჭირდება გენერალური აუდიტი, მისი მოადგილე აუდიტთა სასამართლო წევრი, ეროვნული ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამხედრო ძალების ხელმძღვანელი, თანამდებობის პირი, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, მმართველობის ორგანოს წევრი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, მმართველობის ორგანოს წევრი. ნუ აი ესე იგი ყველაფერი მე მოგვაწოდეო, ნუ თუ რამე ვინმე არის თქვენ ირგვლივ და ასე შემდეგ. ნუ ეხლა მე როგორც პარტიის თავმჯდომარე აქტიურად ჩემზეც არ ლაპარაკი და როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნატოს წარმომადგენელი ნატო მემორიალის, ნუ ესე იგი ჩემზეც უნდა მიაწოდო ინფორმაცია, მაგრამ მე არ ვაწოდე არავის ინფორმაციას ჩემს. ხო, ასე რომ თუ ვინმე ყავთ ნათესავი გეტყვიან, ვინ არის, იმიტომ რომ რაღაცა იყო ზურსვი გაგიმარჯვებს, მაგრამ მე ვეუბნები, ესენი აქ ჩამოთვლილები ყველა ჩემი ძმაკაცები არიან, ყველგან ჩემი ნათესავები არიან, ყველგან ჩემი მეგობრები არიან და ყველგან ჩემი ახლობლები არიან. იმის სიკეთას და იმის აკეთებს ოპოზიციაში და პოზიციაში ყველგან, იმიტომ რომ მე აქ ძალიან ბევრი საახლობლო მწვევ ყავს თითოეულ ქართველს, რომ მივხვდი, ხო ნათესავები გამოვა. არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ესე ვართ, ისეთი ცოტა ვარ და ესეთი ხალხი ვართ, რომ მთელი წელი არსებობს ჩვენს ირგვლივ, ხო? უბრალოდ აი რომ ჩავაძიოთ ხოლმე, ხო, ნათესავები არ არსებობს შეხების წერტილები რო არ გქონდეს ესეთი. მივხვდი, შემდგომ რა გვეკითხებიან კიდევ. ხთოთ შეავსოთ ინფორმაცია, თუ რომელიმე ბენეფიციარი მესაკუთრე პირი არის ან იყო. ეხლა მივხვდით, აი უჯრედები არის ამიტომ. პოლიტიკურად აქტიური პირი. თქვენ ახლა როგორც ბიზნესმენი, თქვენ თან პოლიტიკურად აქტიური პირი ხართ, იმიტომ რომ თქვენ გამოდიხართ ეროვნული მოძრაობები და ამიტომ თქვენსაც არის აქ, რომ ესე იგი ეროვნულად პოლიტიკურად აქტიური პირი. შემდგომ შეგვიუჯრა და ან პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრი. თუ ვინმე არის. ეხლა აი წვრილი ასოებით წვრილი ასოებით ეს არის მაგრამ კაგების ცირკულარი რა. ასე პოლიტიკურად აქტიური პირის მეუღლე. ან პირი, რომელთანაც პოლიტიკურად აქტიური
პირი მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ესე იგი, თქვენ თუ ხართ აქტიური პირი და თქვენ სახში ბოსტანი გათონხდეს პოლიტიკურად მეურნეობას ეწევთ იმასთან ერთად. და რაღაცა ნატურა შეცვალე რა. ხო. ეხლა ყველა საინტერესოზე მივიდივართ, ხო, მეურნეობას ეწევა. ეხლა ჩამოთვლილია და ძმა, მშობელი, შვილი ფრჩხილებში. გერი და შვილი, გერის შვილი ესე. ესე გერის შვილსაც ვიხულობ. ხო. ხოდა რამოდენიმე მეუღლე. მაგრამ შეიძლება ვერ შეავს. როცა დიდუდეს მეუღლეობა ეგეთადმე შეიძლება ვერ მოიფიქროთ რა. მე რამოდენიმე მეუღლე მყავდა და სადაც 6 გერი მყავს და. ეხლა ავსე შემყვერა. ხო, და რას ეწევია, რას აკრებდა, ხო. მე გერის მეუღლე იქ ამთავრდება, იმის მეუღლე რას აკეთებსო. ხო. ან პირი, რომელთანაც შვილი გერი მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ესე იგი, მე მსგავსია ამ სმენია. აი ეგის პირადად და უბრალოდ ესე იგი რადონეზე მივიდნენ უკვე რომ ეს ტრაგედია საქართველოს აი საქართველო. ეხლა მივყვე კიდევ ეს ხო აღნიშნავს და უნდა დაწევთ ხა. შემდგომი ან და პოლიტიკურად და აქტიურ პირთან უშუალო საქმიანი ურთიერთობაში მყოფი პირი. ესე იგი, თქვენ თუ იმესა, რა ეს მეგობარს ყველა უნდა ჩაუშვა და ჩაწეროთ და მასთან ერთად ფლობთ ან აკონტროლებთ იურიდიული პირის წილს ან ხმის ფლობის მქონე აქციებს ან აქვს მასთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა. აქ სქესობრივ ურთიერთობაზეც მე მგონი ალბათ ეცნობა ვისთანაც სექსი გააქვს რა ყველგან საინტერესოა თუ რა ხომ ეცნობენ ხა რამდენი საყვარელი დაგიქო ეხლა ჩამოთვლილია და ყურეთ საინტერესოა რა კი დატოვილია ადგილი რომ თუ ჩამოწერო კიდე ნუ სახელი ვარი მის დაკავებული თანამდებობა რა თანამდებობაზეა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი ხო კავშირი ბენეფიციარ მესაკუთრესთან მაგალითად და ძმა დედა პარტნიორი და ასე შემდეგ იმ შემთხვევაში თუ თავად ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის პოლიტიკურად აქტიური პირისა ხო ეხლა ამათ გამოვშალთ გერიც უნდა ჩაეწერა დედინაცვალი ნამინაცვალი და რა ვიცი ნათესავი ძვიშვილები და ასე შემდეგ სიძეები რა ვიცი ეხლა აი ხა ნუ აგილია ხო ხედავთ თუ ჩასამატებელი ჩვენს მაყურებელსაც რო შევახედოთ აგილია შეგიძლიათ ჩავუმატოთ ხო ეს არის მესამე ფუნქცია გადავიდეთ მეოთხე ფუნქციაზე რასაც აი ძალიან დიდი ასოებით წერია შეხედეთ კარგად რომ არ შეეშალოს ჩვენ მაყურებელსაც ვანახოთ და ახლა რას ვიტყოდეთ მეოთხე ფუნქციაზე ამ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებ რომ ანგარიშების საბოლოო მფლობელს წარმოადგენს კომპანია მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახით და პასუხს ვაგებ განცხადების შევსების სისტემაზე. ესე პასუხის გებელი ხარ ვაკო სწორედ ჩამიწერება მომეციოდა ვერ პასუხისმგებელი ხარ. ნუ ახლა კომპანიის წარმომადგენლის სახელი გვარი პირადი პასპორტის ნომერი ხელმოწერა არის. აი რა სიტყვით თქვენ ამაზე? მე ვაიქ აუცილებლად ვარ ეგეთი რამე არ მსმენია რა რომ ესე იგი ანუ მე ამას პირდები საქართველოს ბანკს მე ძალიან ბევრი პარტიასთან ურთიერთობა ძალიან ყველა მიცნობს, ყველა თითქმის ყველა პოლიტიკოსი მიცნობს. პარტიას გავასწორ. ხო, ამას მე ვთქარ, ამას ყველა პარტიას მივცემ. ყველა ტელევიზიას მივცემ და სწორედ ამაზე უნდა იმჯერო. და არა იმაზე რომ რაღაცა სისულელეზე გამოდიან და საუბრობენ. აი ამაზე, აი დღეს საწყდება. ეს არის სწორედ ის deep state-ი, რასაც მიდის ლაპარაკი. deep state-ი მუშაობს კიდევ ძალიან მაგრამ საქართველოში. თან ეს ინფორმაცია საქართველოში არ რჩება. ეს ინფორმაცია გადის ინგლისში. ინგლისის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია. აი თქვენ გეუბნებით, თქვენთვის მომენტია ჩემო ტელემაყურებლებო, ჩემო კეთილო ხალხო და ძმებო და დებო და თქვენს იფიქრეთ ამაზე. აი სწორედ ამ ბანკებმა საქართველოს გააცხადა იმიტომ ხავს ამდენი დევნილები, ამდენი ემიგრანტები გაცხადებაზე არ ვაპარაკობ, თქვენ დააკვირდით ახლა
ჩვენ დაწყებაზე კი ვლაპარაკობთ პროცენტზე და იმაზე და კაბალაზე და გამოსახლებებზე უკვე ვლაპარაკობთ იმაზე რომ პირად ოჯახში შევიდიან პირად ინტიმს ცხოვრობენ ინტიმური სურათები ჩააგარი ვარ საკონელი რამდენი ხავს რა ვიცი რა წოდები აქვს ჩადენილი გახსარებაა ეს აი მე მიგვის რომ უკვე ისე გადავხედენ აი ეს ლიბერალური ჩვენ ვიცით ეს deep state-იც არის თვითონ ლიბერალების ელიტი ლიბერალი ხა ის დიდი კორიფეების ლიბერალები იყვნენ და ესენც ლიბერალები არიან ეს განგსტერები კიდე აქაური და კიდე იქაური უბრალოდ ესე იგი თავხედობა მისეს უარს მიაღწია და აი ამ პატარა ქვეყნებს წნეხავენ მე დარწმუნებული ვარ ლიტვაში ლატვიაში ესტონეთში იგივე იქნება იგივენაირად გადავლილი ჩვენზე და ახლა დავიწყები ამის მოკლება რა ჩემი მეშვეობები ბევრი ახლობლები ყავს სამგარეთ რომლებიც აი სწორედ ამ ბანკების გულისთვის რომ გაატყავეს და 40%-იანი ზღვარი რო აქვს დაწესებული და ინგლისში 1%-იანი როა და ჩვენ ამ 40%-იანი სწორედ იმ ინგლისს არ უნდა აკროეციო თქვენ ამიტომ ევროკავშირში რო გავხდეთ სწორედ იმ 1%-ზე უნდა დავიდეს ამიტომ ევროკავშირშიც არ მიგიღებ და უნდა კოლონია რო შევეკითხე იმათ და მქონდა ამაზე ამ თემებზე საუბარი ეგეთი რაღაც აქ ბანკებს არც და ეს არც საინტერესებს თუ იმის საქმეა თანხა შევიდეს გამოვიდეს იქ განალიგებენ ამ ინფორმაციას და ტექნიკურად იღებენ Facebook-ზე იღებენ ჩუმად რაღაცნაირად საუბარი ხელიც მოაწერა ეს მაგარის არის სწორედ ის რაზეც უნდა იყოს სწორედ მსჯელობა აი რომელ მოსამართლეს აი რომ შევიდა სასამართლოში აი ამას რო დაუდებ სასამართლო რომელ მოსამართლეს მოეწონება რომ თქვენ რომელ მოსამართლეა თქვენ ნათესავი და ახლობლები აი საკონსტიტუციო სასამართლო ეს რომელი მოსამართლე გაამართლებს საქართველოს ბანკს ველოდები როდის გამეთიშავენ ეს როდის დამიღაცა ეს წრეხი რომ გაიარესტებ ანგარიშებს ეს უკვე ისეთი რამეა რომ ეს მორალური ზეწოლა მართლაც აკეთებენ ამერიკაში ძალიან ბევრს გაუკეთეს ვინც აი ამ გეი თქვენ იცით რა მიტინგების და იმების წინააღმდეგ გამოვიდა გეი აი ამ წესრიგის წინააღმდეგ რასაც თავს ახევდნენ განათლების სისტემაში უკვე ამერიკაში ბევრი ოჯახები წამოვიდნენ ბავშვებით რომ ესე იგი ჩვენ არ ხევნა მოგვეწერაო იქაური ცხოვრების წესიო რასაც უკვე მასმედია გვთავაზობდა და განათლების სისტემა გვთავაზობდა ან უნდა დავჩენილიყავით ან კიდე ამოსულიყავით და წამოვიდით ძალიან ბევრი ოჯახი დაბრუნდა იგივე რუსეთში იგივე საქართველოში იგივე ნორმალურ ქვეყნებში სადაც ჯერ არ არის ასე წვავე საკითხი და აი ეს თემა უბრალოდ ესეთი რამეა რომ ეს უკვე აი პირდაპირ გეუბნება რომ ანგარიში დაგიკეტავ და იქაც ამას ჩადიოდნენ სხვათა შორის აი ამ თემაზე უკეტავდნენ სამსახურიდან აგდებდნენ იყო საშინელი რეპრესიები ლიბერალური რეპრესიები აი ეს თქვა და სწორედ ახლა აქ არის იმაზე ბატონი გიორგი კიდე საუბარი რომ რა ხდება ჯერ ერთი ხო გაკონტროლებს ბანკი ყველანაირად ეხლა გეუბნები პარათები გადაიხადე გერმანიაში გერმანელმა მოსახლეობის 80%-ს ურჩევნია ხელფასი გამოიტანოს და ნაღდი ანგარიშობებით ეკროს პროდუქტი. იმიტომ რატო უნდა ეწოდეს ბანკმა რითი ამიტომ მე ჩემს მაყურებელს წინა ჩვენ გადაცემაში წყალი ყოველთვის მოგიწოდებ. გამოიტანეთ თანხები, ხელფასი იქნება, პენსია თუ რაც იქნება და ნაღდი ანგარიშობებით იყიდეთ. იმიტომ რომ დღეს ჩვენ საქართველოს თუ გავადავით ელექტრონულ ფულზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ოჯახიდან ვერ გავყიდეთ ჭიქას. ვერაფერს ვერ გავყიდეთ. შემდგომ ვინც იყიდის ამ ჭიქას და რო იყიდის მაგიდას, თქო მეორადია თუ მეხუთედი აღარ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ქონებაში აღიხსენეთ და მე ქონების გადასახადი იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა განვაცხადოთ, ჩვენ არ გვინდა ელექტრონული ფული, ჩვენ გვინდა ის ფული, რა ფულიც არის, ნაღდი ანგარიშობებით, ჩვენ დავანახოთ ყველას deep state უცხოურ დისტეიტს და ქართულ დისტეიტსაც, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენ ჯიბებში ვინმე იქიქებოდეს. ჩვენი პირადი ცხოვრება, ჩემ პირად ცხოვრებას ეხებოდეს ვიღაცა. მე ახლა ვიღაცა რომ მოვიდეს და ჩემო პარტნიორმა ეხლა თქვენ არ შემოსავალია, რა სჭამდა? ხო თავში ჩავართ კი. ხო? ვინც ამაში დავწერო გემერა ხელის მომიწერე. ხო, ხელის მომიწერე. რა მე ვფიქრობთ რა გახო, მამა შენა რა დაგიდო? კატასტროფა. აი ესეთი რა. აუცილებლად ინგლისური ვარიანტი გამოვარდა. ეხლა ამას ჩვენ აგადავთ ეს თუ და გადავთარგმნით, მაგრამ
ამათ იქნება და ინგლისური ვარიანტიც და საინტერესოა მე თუ არ შეცვლება უცხოელებს აქაურ უცხოელებს ვაჭრობთ არავის არ შეცვლება აი ეს თვითონ დემოკრატიული ვარიანტი ვაი ელჩები და ვაი ადამიანის უფლების დამცველები ისრები რომ ჩამოდიან გაბადული სახეები აი ამათ უნდა წავაკითხოთ მე და დაგოთ ერთი როგორი სუნია დემოკრატია საქართველოში აი როგორი სუნია კარგ თუ არაფერს მე და მოუწოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თურმავას რომ თუ მისი ბრძანებით არ არის და ესე აკეთებს საქართველოს ბანკი შეისწავლოს რომ საქართველოს ბანკი ეროვნული ბანკის სახელით გამოისწავლოს თურმავას ხო ძალიან კარგად უყურებენ ვინც საჭიროა ყველა უყურებს ტელევიზიას ამიტომ უკვე მისთვის ცნობილიც იქნება სუსისთვისაც ხელისუფლებისთვისაც და ყველასთვის ცნობილი იქნება ეს საკითხი იმიტომ რომ მთელი ერთი კვირა რამოდენიმე გადაცემაში როგორც არის სტუმარია ბატონი გიორგი ესე რამოდენიმე სტუმარი და ამ სტუმართან იყო სწორედ განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ვინმეს მიგიღია სწორედ უნდა გაგვცეს პასუხი მე რატომაც არ მომიგე ალბათ ფასარნაცი ვარ არ შედივარ მაგათი ნუ ახლა ხოდა მე ძალიან მშობური ვარ მაგათი პოლიტიკურად აქტიური რომლებია და ჩემს ალბათ რომ მეტი ინფორმაცია აინტერესებს ხო ალბათ ეს ნუ ჯერჯერობით ახლა მოსინჯებს ახლა TBC ბანკიდან ნაკლები არ მოვა TBC-დან მოვიდა მე და ყველა ბანკიდან მოვიდა კი ბატონო თუ მოვიდა ყველა ბანკიდან შემდგომ ერთი ნაბიჯა მე ბიზნესებს ვეთქვით რომ თანხები არავითარ ნაღდი არ გავისწორებით გააკეთეთ ყველაფერი ნაღდი არ გავისწორებით და არავითარ ბანკებთან ურთიერთობას გავწყვეტავ ამიტომ ბატონო გიორგი მე ვითხოვ ეროვნულ ბანკთან არსებული შეიძლება სახელმწიფო ბანკი, საადგილმამულო ბანკი. მე ამას ვითხოვ უკვე კაი ხანია ამაზე და იდეაზე რო სტვილარი. საადგილია თურქული კაცი იყო, რომელიც ერთ მომსწრებად საჭიროა სახელმწიფო ბანკის შექმნა. ამ სახელმწიფო ბანკში პირველი კლიენტები იქნებიან პენსიონერები, რომლებიც პენსიას იღებენ, ამერიკაში სახელმწიფო ბანკიდან. მეორე კლიენტი აუცილებლად უნდა იყოს საპენსიო ფონდი, რომლებიც მილიარდებია აქვე დაგროვებული. ბიზნესის ბევრი პატრიოტი გადაიკას მან. ბიზნესის, მაგრამ ჯერჯერობით ეს რაც სახელმწიფოა, საპენსიო ფონდი ხო სახელმწიფოა. პენსიონერები ხო სახელმწიფოს განიხილავთ. ესენი საბიუჯეტო ხელფასები ვისაც აქვს, თუ ინე სურვილი ექნება, კი ბატონო, თქვენ შეუძლია გახსნას კომერციული ბანკში. აქ არის ეს მომენტი, რომ კომერციული ბანკი დღეს 40%-ში რომ გეუბნება, ეროვნული სახელმწიფო ბანკი ითქვას მე გაძლევ 8%-ში. ეს კომერციული ბანკებისთვის იქნება დამღუპელი, იმიტომ იმან უკეთესი პირობები უნდა შესთავაზოს კლიენტს, რომ ის იყოს იმ კომერციული ბანკთან ითანამშრომლოს. ამიტომ აუცილებელია შეიქმნას სახელმწიფო ბანკი. მე არ მინდა კომერციული ბანკთან თანამშრომლობა, არც ერთ კომერციული ბანკთან. ამიტომ ამბობ, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, ვისაც სურვილი აქვს სახელმწიფო ბანკში, ვისაც არ იქნება სურვილი იყოს კომერციული ბანკში. ეს უკვე მათი უფლებებია და ამიტომ უნდა არსებობდეს სახელმწიფო ბანკი. სახელმწიფო ბანკიდან ეს კომერციული ბანკები 7%-ში იღებენ სესხებს და გასცემენ 40%-ში. ხო, ამიტომ რამხელა პროცენტში 33%-ია სხვაობა. და რატომ ეს 33 და ვინ ეს ქართული ხალხის ისრიდან იღებენ. მე სწორედ გამოვედი, იმიტომ ჩვენს ემიგრანტებს ვუდგენ. თქვენი გამოგზავნილი პული მიდის ისევ პროცენტებში და მიდის ისევ ევროპაში. საქართველოს ბიუჯეტში არაფერი რჩება. ამიტომ ეს პული როცა იქნება სახელმწიფო ბანკის სახელმწიფოში შემოვა და სახელმწიფოში იტყვიათ. და არა უცხოურ ბანკებთან. თუ დღეს რო გვატყუებენ, გინდა ევროკავშირის წევრი, აბა ეხლა ეს გააკეთე, აბა ომი დაიწყე, აბა არავინ აღარ წამოიღება ამას, დღეს უკვე ყველა ამოიღებს მას, ყველა გავერთიანდებით, ყველა მოდის აქ, დღეს ძალიან ბევრმა უკვე გააკეთეს ჩაწერები და ჩემს გადმომიგზავნეს, კიდე საერთოდ მე არც მინახია, უსწორად გადმომიგზავნეს და პირადში მომივიდა, რომ ხალხი ამბობს, რომ აი ეროვნული ტელევიზია და ეროვნული მმართველობით არის მამული, რომელიც პირდაპირ გამოდის და პირდაპირ ლაპარაკობს. მე არც ვიცოდი, სულ სხვა ესეთი ხალხის გამოსვლა ეს ინფორმაცია, ამიტომ თქვენ იცოდეთ. სხვადასხვა კომენტარებიც იყო და ესეც მომწეს არ გეშინია დირექტორიდან რომ მოკლას ან დაგიჭირონ ან რაღაცა გაიგეთო. ეგრე ცაცარკე არ პრავე, ცაცარკე არ მოვლეს ჩემი სიკვდილი და ჩემი დაწერით უფრო ბევრი ხალხი შეიქმნება და უფრო ბევრი ხალხი იტყვის. ნარხალი იყო და იმიტომ დაიჭირეს. იმიტომ მოხდა მისი ზეწოლა, განადგურება და ასე შემდგომ მეტი გამოვა და მეტი იტყვიან უკვე მეტ სიტყვას. ამიტომ მაგის არ მეშინია მე, იმათ ეშინოდეთ სწორედ რომ დღეს თუ ერთი
ვარ 2 თუ 5 თუ 10 ხვალ იქნებიან 50 და 100 ერთობაშია ხო და თუ რამე მომივიდა მე რა კოსტავოს რომ მომივიდა უცბად გახდა ზუსტად გამსახურდა ყველაზე დიდი ერთ-ერთი მოღვაწე იმიტომ რომ მას გამოაცალეს ეძენ და მათებონა თუ კოსტავოს მოკლავდა გამსახურდია რეგლამა გავხდეს გამსახურდია ასე რეიტინგმა ატარჟება ეცია ასე და უფრო მეტი ძლიერი გახდა მე გეუბნები აუცილებელია მიუმართავ ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თავმჯდომარეს ეროვნულ ბანკს რომ შეიქმნა სახელმწიფო ბანკი. ნუ ახლა მე ზოგადად ვამბობ, ადგილობრივი ბანკი რა სახელწოდებაც უნდა იმ სახელწოდებაც შეიქმნა. სახელმწიფოს კუთვნილებაა. სახელმწიფო კუთვნება რაღაცა გეგმაში. მე არ მინდა კომერციულ ბანკთან ესეთ deep state-ის კომერციულ ბანკთან თანამშრომლობა. და მე არ ვიცი თქვენ თუ თანამშრომლებთ და ჩვენ იძულებული ვართ თანამშრომლობ, ჩვენ ყველანია ზოგს TBC-ში აგახსნიან ანგარიშს საქართველოს ბანკში, ზოგს ლიბერტიში. ხელფასები რატომ უნდა გქონდეს ლიბერტის ან სააქციო უცხოურ საზოგადოებაა პრინციპში საქართველოს არეგენტის, ხო? სახელმწიფო პენსიონერთა ხელფასები და ჩინოვნიკების ხელფასები უმეტესობა ლიბერტი ბანკს აქვს წარებული. რატო? აი სწორედ იმ ბანკში უნდა იყოს სახელმწიფო ეროვნულ ბანკში რაღაცა დავარქვათ იმას სახელი და ეს იგი ძირითადი აქციონერი იყოს სახელმწიფო ამ ბანკის. და ასე რომ რა ვიცი ბატონო ახლა თქვენ წარმოგიდგენია ინგლისმა დაასახელა ჩვენი ხელისუფლების ძალიან ბევრი თანამდებობის მიერ. ბატონოც არა. ახლა უყურეთ, სწორედ ეს რომ ინგლისის მიერ არის ეს ნუცას ბანკი შექმნილი. ეს ბანკი ხომ დაუყადაღებს ყოველთვის 15000 რა ხელფას. იქიდან ერთად თქვენ დაუყადაღებთ ამ სანქციები რა. აბა რომელ ბანკში გახსნით მე? ხო, რომელ ბანკში და გახსნით ეს თქვენ მოგიბრუნდება. ეს თქვენ ხელისუფლებას მიუბრუნდება, სწორედ თქვენზე დაიწყებთ მე ნადირობას ამ ხელისუფლებას. არა, ეგ დაწყებული. მე რაღაცა გადაუხედეს. უფრო მეტი, იმიტომ რომ ეს დასანქცირება დღეს ესენი კი კაი დიპლომატიური პასპორტი არა, ეს არა ეს. კიდე ეხლა ეს როგორ იცი, რუსეთ სანქციებს ნელა რომ მატებენ. ამასაც ეგრე მოხდა. ამასაც ესე მოხდა. ხვალ ეთქვია საქართველოს ბანკს თუ იმეს ხელისუფლები და დასანქცირებული ხარ შეუჩერე მას ანგარიშები გაუყინე მე საქართველოს ბანკი რომ გავუყინოთ TBC-ს ყველას ასე ეთქვია იმიტომ რომ ეს ყველა არის უცხოური ბანკი და მათზე ვართ დამოკიდებული ჩვენ თუ გვინდა რეალური სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უნდა ვიყოთ ფინანსურად დამოუკიდებელი და მე ექნებით დამოუკიდებლად მაშინ მიაღწია ხო თუ დამოუკიდებელი არ ხარ პიროვნებას წავიდეთ ფინანსურად ვარ თუ თქვენ დამოუკიდებელი მაშინ ახლა როცა თქვენ ფინანსურად ხარ დამოუკიდებელი თუ თქვენ ვინმე გაძლევს ხელფასს ახლა მოდით რა არ მოვუწყოთ საზოგადოებებს რო აძლევენ უცხოელები ხელფასს იმაზე არიან დამოუკიდებელი ვიზე მუშაობენ მთელი რუსთაველი საესპორტო ვინც დადიოდა ვიზე მუშაობ ვინც აფინანსებდა ხო ვინ აფინანსებდა უცხოელი აფინანსებდა ამიტომ დღეს ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს და სწორედ მათ უნდა დაიწყონ ამაზე მსჯელობა წლის ბოლომდე იქნება მოხვიდეთ გონს და შექმნათ სახელმწიფო ბანკი ეროვნულ ბანკის დაქვემდებარებაში თავისთავად. და ამაზეც გააკეთეთ რეაქცია. ხო, რა არის ეს არის გენოციდი ერის მეგობრებო. ამისთან ინფორმაციის შეგროვება რომ დაიწყო ყველა ოჯახზე, არ ვიცი უბრალოდ დაიხურება მთელი ქვეყანა რა და გავხდებით მართლა აი ამ ბილების და იმების მონები. Deep State-ის და აღარმინა იმათი ნაციების და იმების დასახელება ჩვენ კარგად ვიცით ვინ აკონტროლებს აი ამ ბანკებს და სოფლიო კაპიტალს საერთოდ. აი მათი მონები გავხდებით საბოლოოში. ამიტომ ცოტა დაუფიქრდეთ და ჩინოვნიკმაც, მთავრობამ, პარლამენტმა, ხალხმა ერთად ერთობის გზაზე გავიაროთ. ამ გზის გარეშე თუ ამ გზაზე არ გავიარეთ, განსაკუთრებით მე აი დღეს მქონდა შეხვედრა სანამ გადაცემა დაიწყებოდა მე აღნიშნე რომ პირველ რიგში ამ ერთობის გზაზე ეს ერთობა მაინც ჩვენი ქართული არასამთავრობო და ქართული პარტიების უფრო კარგად გვესმის და ამ გზაზე უნდა გავიაროთ, ეს გზა არის გასავლელი. ერთად დაჯდობის გზა, ერთმანეთში თვალებში შეხვედრის გზა, იგივე მთავრობასთან, მთავრობას უნდა დაიდეს ჩვენთან აი ერთობის მაგიდაზე, გუარმაგიდაზე ასე თქვა და რაღაცა კოორდინაცია მოხდეს ეროვნული ძალების და ის წმინდა ილია მართლის გზა რომ არის დამოუკიდებლობის გზა ხალხო გავიხსენოთ. არავით არის რუსეთი და არავით არის ამერიკა, არავით არის ევროპა და არავით არის ჩინეთი. ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებლები და გქონდეს მე ნორმალური ურთიერთობა, ბიზნეს ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან, პოლიტიკური ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან, მაგრამ მენტალობაში მოდით მოიმას გავაკეთეთ, რომ ესე იგი დამოუკიდებლობა არის ძირითადი რა და ნუ იქნებით ნუცეთ იმაზე მიბმული.
ნურცეთ ფინანსურ სისტემაზე მოხედავთ რომ ჩახსნიან ამ სისტემებთან და დაგვასანქცირებენ და დამთავრდა. რა ჩინეთი რა სინძინპინი ვერ დაგასანქცირებს? იგივე ბაიდენი ვერ დაგასანქცირებს და მოხედავთ როგორ გადაუკეთეს ეს სკერპასები და ეს ანგარიჯები ჩვენი თავრობის წევრებს. და აქედან თითქოს შეცვალეს მე ორიენტაცია და ცოტა გამოერკვე, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე არ შეიძლებოდა რომ ცოტა ეროვნულები ყოფნილიყვნენ ამ 5 წლის უკან მაინც ან გეი პარადები სულეთ დამოკრეს მახვილით ჰქონდა და ყოველი გაზაფხული მეზისგებოდა, თუთის დამწიფება მეზისგებოდა, რომ ივნისი რომ მოდიოდა ამათ ხონდათ ატეხილი გეი პარადი, თავრობა ამ გეი პარადს მხარს უჭერდა და იყო ომი რუსთავაზე იმ ჩვენი ახალგაზრდა ბიჭების, ესე იგი კრავების რამდენი ჩასვეს და რაღაცა. ამიტომ ეს ერთობის მომენტი რო ყოფილიყო მთავრობა და ერი ერთად დამგარიყო ეროვნულ იდეალებზე. მაშინ არ იქნებოდა ამ გეი პარადის საშიშროება, არ იქნებოდა ესე მიბმული აი ამ გინა ამერიკაზე და ევროპაზე მიერთებული ესე ხისტან აბსოლუტურად რომ პრაქტიკულად იქიდან მოდის ცირკულარები და აი ლოგინში ბიძურებიან რა. ლოგინში ბიძურებიან რომ დაიყოს წარმეთ ამაზე მეტი რა. უბრალოდ ინტიმს თოვლობენ, ინტიმს ყველანაირ ინტიმს რომ დაუწევო და მორჩა და მონახავო. და გინდათ ეს მონობა, რომ დადიხართ იმ აი მაგრამ რომ დაძუნძულოთ იმ რუსთავაზე, ცოტა ტვინი გაანძრიეთ ხალხმა. და ცოტა მივხვდით რომ ვის თამაშობთ, ვის მუსიკას უკრავთ. უფრო ეროვნულები იყავით, ილია წმინდა ილია მართლის გზაზე უნდა გავიაროთ ყველა. უნდა ავწიოთ ეს დროშა მამულის ენის სარწმუნოების მსახურობის ჩვენი დიდი ჩვენი სამშობლოს დამფუძნებელი მამები რას გეუბნებოდნენ? არ ჭირდება ამ ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკას და ქვეყნის პოლიტიკას გამოგონება, ეს გამოგონებულია და ჩვენმა დამფუძნებელმა მამებმა ამ გზაზე გაიარეს, კი არ გამოიგონეს მარტო თეორია კი არ მითხრეს მარტო თვითონ გაიარეს და ზოგმა ტყვიაც მიიღო შუბში, ხო? ნამდვილად თქვენ დამეთანხმებით ილია ჭავჭავაძე შეეწირა ამას, ვინ არ შეეწირა კათოლიკოს პატრიარქი შეეწირა ერთი მეორე და აგერ ბოლოს გურამ შარაძე მოვიკრეს. ეს იყო ჯერის დამფუძნებელი მამები არიან და რას ამბობდნენ? ამბობდნენ რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს ეროვნული ინტერესები არის სწორედ მისი ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის, მისი ყველა ეროვნული ბასტიონების დაცვა. და არა დაცინვა, როგორც ეხლა ეს რუსთავაზე ხდებოდა, რა ხდებოდა, რომ მე აი ესე სპეციალურად ჩაწერილი გვაქვს ყველაფერი და გვიდევს აი ფლეშკაზე მაქვს ჩაწერილი ახალგაზრდების აქციები, აი ამ დაგეშილია სოროსისტული ორგანიზაციები და რეებს აკეთებინებენ რუსთავაზე. გინა ფიზიკურად, გინა სულიერად, გინა სიტყვიერად, რეებს შადიოდნენ ეს ხალხი. ამიტომ არის ეს კიდევ უარესი იქნება. ჩვენ თუ ერთად არ გავერთიანდებით, აი ბატონო, თემურ მე სულ ვამბობ რომ ერთობა, ხალხო ძნელი ეს ერთობა, ვეძებთ ერთმანეთში დავით აღმაშენებელს, ვეძებთ ერთმანეთში ვახტანგ გორგასას არ არის, არც იქნება, არა ვარ რა. თამარ მეფეს ვეძებთ ერთმანეთში და იმას ქეთევან წამებულს, მაგრამ როგორებიც ავართ, ცოდვილები, არხანები ვართ, ჩარხანები, მაინც უნდა ერთ მაგიდაზე დავჯდეთ, ხელი უნდა ჩავყიდოთ ერთმანეთს და ის აგური უნდა დადოს ყველამ, კი ზოგი დადებს 10 აგურს, ზოგი დადებს 5 აგურს, ზოგი 9 აგურს დადოს და ზოგმა შეიძლება ვერაფერი ვერ მოიტანო, თავის გული იროსოს უნდა და ლოთრით შეგვეციოს. აი უნდა ვიკადროთ ერთმანეთი. აი დღეს ბატონო როგორი ეს არის ანტაგონიზმი. იგივე ეროვნულ მოძრაობაში ხა მე ყველა ძარასთან ყველა პიროვნებას ვუსვამ კარგად და ეხლა რო იყო თქვენ წარმოგიდგენთ სამეფო თეატრმა რაც გააკეთა მაცხოვარის ისე შეურაცხყოფა და რაღაცა მოვიდა ხალხი ჩვენს ვიყავით ყველა და ზოგიერთები არ მოვიდა. რატო რომ ჩვენ უთხარით აი ის იყო იქო და იმის ნახვა არ მინდოდა. მეგობრებო, აი ეს შეიძლება ეს ხო ჩვენი ბოსტნის პრობლემა არა, ეს ხო ერის პრობლემა. ვინც არ უნდა იყოს, შენ უნდა დადგე იქ, სადაც დღეს ქვეყანას ცეცხლი უკიდია. და ყველა პარტიამ, ეროვნულმა პარტიამ, აი ბატონო მე თქვენ პარტიას რატო სიმპათიის ეროვნული კაცი ბზანდებით და სახელიც ისეთი აქვს, მამული ხო? და ბევრი 2, 3, 4, 5 პარტია უკვე არსებობს ესეთი და ნამდვილად აი საჭიროა დაჯდომა, ხშირი შეხვედრები ქართული არასამთავრობების, ქართული პარტიების, აი გაძლიერება სწორედ თქვენი ტელევიზიის, თქვენნაირი ტელევიზიის, აი მახარებს რომ სალტენ როგორ მას გააკეთა აგერ თქვენმა ტელევიზიამ, ჩვენ ტელევიზია კიდე ეროვნული ტელევიზია დიდგორი, ერთ-ერთი დამფუძნებელი მე ვარ, 10,000 გამომწერი ყავს. ნატურალურად აბსოლუტურად არაფერი რეიტინგები და ისინი ხელოვნურად არ გაგვიზდია და ხელოვნურად ლაიქებს რო კიდე
გიგენა ყიდულობა ეგეთგანი არ მიკადრები 4000 ლაიქი გვაქვს და 10000 გამოწერი გვაქვს. ანუ ჩვენ რაღაცა ჩავწერთ, ეგრევე 10000 კაცი მიდის. ხო და აი ეს ტელევიზია უნდა გავაძლიეროთ, ქართული გაზეთი უნდა გაძლიერდეს, ეროვნული გაზეთები, ეროვნული გარემო, აი ეს მასმედიის გარემო უნდა გაუმჯობესდეს და პოლიტიკური გარემო. პარტიები ქართული ხა 10 და 15 არ იქნება, მაგრამ 5-დან 3 არ ვივაროს, ეგეც უკვე დიდი ეროვნული საქმეა. შეიძლება 100 არასამთავრობო არ ყოდეს, მაგრამ 25 ქართული ან 10 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია რო იყოს აქტიური, ეს ის უკვე დიდი საქმეა. და აი ეს გარემო რო იქნება, მე პარლამენტშიც გვექნება, ხომ მართალი არა? სამწუხაროდ ლიბერალისტები ისინი არ აძლევენ განაწილებული პოლიტიკური თქვა საქართველოს განაწილებული არის სახელმწიფო ტელევიზიები არის ეგრევე ლიბერალისტების ტელევიზია ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ვაი ოპოზიცია რომელსაც არავითარი თანხმობა ხალხისგან არ არის მეგობრებო ეს თეატრი აი სულთან ფარსია ეს ოპოზიცია გაბერი აი გაბერა რაღაცას ბუშ რა რომელიც არავის არ ვიხება რა ოპოზიცია თქვენ ახლა მე მიმართავ აი 7 პარტიას და კიდე გეიმას რო ხელმოაწერეს ამ სიბინძურას რა ოპოზიცია თქვენ ხართ გაბერი თქვენ გუბერაფეს ის რომ არის ფორმულა და ის ტელევიზიები, ყიყინა ტელევიზიები, ლიბერალური სოროსიტული ტელევიზიები, აი ისინი ქმნიან, აი ამ დრიმ, ხო იცი, აი ოცნებას ქმნიან, ესე იგი, აი ამ თვითონ ოპოზიციის აუზაოს, ხარიჭ-ხარჭიკაში. არავითარი კავშირი თქვენ ხალხთან არ აქვს. არავითარი და არავითარი მხარდაჭერა. ხალხი ზიზრიგა თქვენ, თქვენ რა ოპოზიცია ხართ, ვისაც გამოხატავთ თქვენ? არავისაც თქვენ გამოხატავთ ბაიდენისას. და იმის რაკია ჰილარი კლინტონის და ბილ კლინტონის და იმათების სერბეთიდან გუგუმა. აი მაგას გამოვხატავ თქვენ. მასალსო დამოუკიდებელი როცა ერთ-ერთი ლიდერი პარტიებიდან ამბობს, ჩვენ სახში ინგლისურად ვლაპარაკობთ, ოჯახში ქართულად არ ვლაპარაკობთ. ნუ ასე დონეზე მიიღეთ. ესე იგი ისეთი ლიდერი. ესე იგი გამოკლიავება. ლიდერი გამოკლიავება. ლიდერი და ამ ლიდერს გვერდზე დავუდგებიან ხალხი. მე ჩემთვის ეს გასაკვირია, ნამდვილი გასაკვირია. ესე ლიბერალური გამოკლიავება. მათ სხვენიათ ქართულად ვლაპარაკი, მაგრამ ქართულ სახელმწიფოში უნდა იჯდენ ხელები აბათურონ და ხელისუფლებაში და ქართველები გახარონ საქართველოს. ბატონო ბრის ქარასორი ხო გახსოვთ მინისტრად რო აირჩიეს გამოჩინული დადიოდა სამ გენერალად მარშალად რაღაცა რო აირჩიეს თავდაცვის მინისტრატის ვაჟის საკითხი. იმან მეთქვა მე ჩემს ხო? იმა მე ჩემს ჯარში როგორ გავუშვი? კაცი ესე მარშალის ეს დილების გამო დამარი მაგის ამას. პირდაპირ ნაგლა ისე იგი აი ესეთი ნაგლობა ლიბერალი საერთოდ ყოფილა ნუ არ ვიცი რა ესე რაღაცა ჩამოსმა ესეთი რომ აი ეს უტიტრად პირდაპირ თქვა რაღაცა რომ თან ვაგონებში ამხელა პოზიცია რომ არა მე ჩემს ჯარში არა ნუ უცხოეთში უნდა გავუშვო კარგად აი ეს არ მოხდა ხო ვითომ ვაი დამაცევრები რა ესე იგი აი საქართველოს ეს ლიბერალიზმი ეს არის და გამოდიან ხალხის სახელით და დემოკრატიის სახელით და გაზა რო გაასწორეს ესე იგი სისხლში აბანავეს მილიონი არაბია დახავცილი და მათ შორის 100,000-მდე ავიდა უკვე ბავშვების ჯერ შიმშილით რამდენი დაიხოცა უკვე და აი ამ ესე იგი განადგურების შემდეგ ბლოკად მოუწეს წყალი არ შედიოდა გაზი და დენი გადაკეტილი იყო და საჭმელი არ შედიოდა რომ ეთნიკური წელი და გენოციდი ეთნიკური წელი ყოველდღე ერთი მეორეზე და ეს მასმედია ეს ლიბერალური მასმედია და ეს ვითომ დემოკრატიის შუქურები დუმა ანუ ის რაც კონიუნქტურა აწყობდა იმიტომ რომ ხმარმა მოიგო ფული ერიცხება ინტუში გადაუკეთა აი დაუკადაგებენ ანგარეს აი იცის ეს რომ დაუკადა ამიტომ ჩუმად არის არაბები ხალხი არ არის არაბებმა დაიხოცო ეს არის დემოკრატია ეს არის სტანდარტი დემოკრატიის და თავისუფლების მიმფუძნებიან მე მაგათ მასმედიაზე მაგათ დემოკრატიაზე აი როგორც ქართულს და როგორც ეროვნულ ადამიანს ეს იყო საინფორმაციო გადაცემაში ძალიან ამერიკაშიც გამოსული ხო ლოს-ანჯელესში და გამოვიდნენ ეკაური პოლიციის ხელმძღვანელი და თქვა რომ ჩვენო ყველაზე უმას ვიღებთ ფეიურვერკებს ეცვლიან ჩვენ პოლიციელებსო და კრავენ ეს ხო ჩვენ და ბოლო ფეიურვერკი ეს თავისუფლების სიმბოლო ყოფილა რა საქართველოში ფეიურვერკების ოლა ჩვენო ამასო ძალიან კაცად მოვწყობ და პასუხს ეს არის ამერიკაში დღევანდელი ინფორმაცია რომელიც გამოვიდა ხო და პოლიციელის ფეიურვერკები რომელიც ჯანმრთელობასო და სიცოცხლის მოსმობით ემუქრებიან ფეიურვერკები
ჩვენთან ნახტომის პეიორკი ყოფილა ჩვენთან ესე იგი მოლოტოვის კოქტეილებს პატარა ბავშვებს მიცეს სპეციალურად რო სკოლის მოსწავლეებს ვერ დაიჭერებდა და პატარა ბავშვებს აი ამ ლიბერალებმა აი ამ დამფინანსებლებმა და აი ქართულმა მოთავეებმა პოლიტიკოსებმა იმ ბავშვებს ვერ გავამტყუნებდი ტვინი არ ქონდა ხო მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებს ესრულეს როგორ გადარჩენ დაიწვა მათანები ესე იგი ეს ამერიკაში ჯერ არ გაუკეთებიათ ითაც იხილა ეს მოლოტოვა დაუბრუნდება ეს სცენარი დაუბრუნდება ეს მაგრამ იცით რა არის რომ აი მაგას ვამბობ მე რომ აქ ესე იგი დემოკრატიის დამცველ თავისუფლების მებრძოლებად გამოიყვანეს და იქ რო გააკეთეს ის ხალხი ესე იგი ბნელები ყოფილა ესმის იქ პირიქით იცავენ ისინი თავისუფლებას ეხლა იცავენ აეხინათ იმათაც თვალი მაგრამ დაუტრიალდებათ აი ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ამ ლიბერალებს ის ბოროტება რაც თელ პლანეტაზე თესეს მაგას ამერიკას დაუტრიალდება აი თქვენ ნახეთ რა მოხდა დაიშლება არის ეგეთი წინასწარმეტყველება რომ შტატება დაიშლება კალიფორნია ცალკე გავა ტეხასი ცალკე გავა თურმე აი არის ესეთი პროგნოზი პოლიტიკური და წინასწარმეტყველებებიც არის ესეთი რომ დაიშლება და აი ნახავთ თქვენ ეს ცენტრიდანული პროცესები დაწყებული იმიტომ რომ მოშინდათ უკვე გესმით ტარიფების გამო ისეთი რაღაცები ჩაიდინა ტრამპმა უკვე რომ ჩინეთი გაზი გავიდა უზარმაზარი ფილმები ტოვებენ ამერიკაში ხო ხედავთ რაც YouTube-ი ყველას გვაქვს ხო და რომ მოშინდათ ვითხებს რა ვითხების ის რა არის ესე იგი ფორმულა რომ მე ერთმანეთს ჩაგდო დაიშლება ეს ქვეყანა ნატოს აი თქვენ უსამა ნატოს დაიშლება იმიტომ რომ დაშალა თვითონ რუსეთმა ისე ურტყეს ეს ნატო რუსეთს და ეს ნატო შეერგება რომ ბოროს არა იერარქია გარაგო თემი სოფლი ებრძოდა რუსეთს და ეხლა რა ვქნათო და უკვე ჩვენ გამოვდივართ ამერიკა ეზაქეს ნატოდან დონა გამოვიდეთ ტრამპიდან დაიშლება ევროპას მიყვება ცოტა ეს გლობალური პოლიტიკა, გლობალური პოლიტიკა სწორედ იქამდე მიდის. რაც დიპსტეიტმა საქართველოში გააკეთა ამ ფეივერკებითა და მოლოტოვის კოქტეილებით. ხო, ეხლა გადაიტანეს ამერიკაში, რომ ამერიკაც სწორედ აურდაურიო ხელი, ამიტომ ნუ ტრამპი გამოდის, ტრამპა აი რა გააკეთა პირველი ნაბიჯი რაც გადაადგა, სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გავიდა. იმიტომ რომ სწორედ მაგას ძალიან რამოდენიმე ჩაწერა გქონდა ჩვენ აქ გქონდა ამ თემებზე საუბარი რომ საქართველოს უნდა დატოვოს სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რა დროს გამოგვიცხადებს კიდე კოვიდი არანაირ მოიგონებენ კიდე რაღაცას და ფაქტიურად გადადის მის ძალაუფლება მის ხელში ეხლა რა ხდება ამაზე გქონდა საუბარი ერთ ექიმთან სწორედ ჯუმბერ ბოლაშვილთან და სწორედ ესეთი მითხრა მქონდა საუბარი ხელშეკრულება არსებობსო და ამ ხელშეკრულებაში წერია სწორედ რომ გადავიდეს ახალი ხელშეკრულებით რომ ძალაუფლება გადადეს ამმა მოაწერო ხელი და თუ არ მოაწერე ხელი და პასუხი არ გაეცე ავტომატურად ეს ხელშეკრულება ძალა შეეძლო ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა წერილობით მიწეროს რომ ამ ხელშეკრულებას არ ემხრობა და არ აწერს ხელს უნდა მიწეროს მიწეროს ამ უნდა დატოვოს სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რა საჭიროა მეგობრო აი რა ხელი გქონდა რისთვის შეიქმნა და სულ რაღაცაზე გადავიდა ხო ადრე იყო სტატიებს იხდი და გატერორებს იქით არაფერს არ გაძლევს რას გაძლევს და ეს აღზრული სისხლის სამართალი ამერიკაში ფაიზერიო და რაღაცები შემოიტანეს და ხალხი დაავალებს ხო ხალხი სწორედ აღზრული სისხლის სამართალი და მიმდინარეობს გამოძიება და ახ რამდენმა გაიკეთა კიდე ბუსტერ დოზა ეს დოზა ხალხი დაიხოცა აი ფაიზერის ვირუსი ამიტომ სწორედ ვამბობ რომ უნდა დატოვოს სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ეს ორგანიზაცია არის დამკვირვებელი და პლუს ალბათ სოფლიო ბანკიც უნდა დატოვოს საქართველოს ბანკმა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს სოფლიო ბანკი თულა კი გააძევეს სასულხეთიდან და ამიტომ ახლა მე მინდა ჩვენო ახალგაზრდობამ იცოდეს რომ აი ისეთ ჭაობში არის ხო გეუბნებით რუსული არ ასწავლეს ინგლისური ვერ ისწავლეს თვითონ და ენა არ იცის ხალხმა და YouTube-ზე შედიოდა YouTube-ზე ძირითადი ინფორმაცია არის ან რუსულად ან ინგლისურად და ქართულ წყაროებზე აი ლიბერალურ ტელევიზიებზე არის დამოკიდებული და აბსოლუტურად მოწამული არის თბილი. ნუ ესეთი გათახსენებული ტელევიზიები არის მე არ დავასახებ ამ ბრენდებს. მაგრამ თქვენ კარგად იცით რომ აბსოლუტური თბილის იქ ხო არიან მატყუარები და იქიდან კიდე ეს თბილი კოპი პეისტი წამოღებული აქვს და უარეს თბილი დამახინჯებული აქვს კიდე რა. და ეს ახალგაზრდობა აქედან იკვებება და მე მინდა სწორედ რომ აი ჩვენმა მასმედიამ, ჩვენმა ტელევიზიამ, ჩვენმა იმ დიდგორმა კიდევ სატენ და სხვა ტელევიზიებმა ჩვენი ახალგაზრდობის ცნობიერების ჩამოყალიბებაში ესე იგი მიიღოს გარკვეული როლი და
ხალხი გამოვიდეს ჭურის მდგომარეობიდან, ჭურში ყოფნის მდგომარეობიდან. განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდობა. აი ეს რუსთავებზე მობედი არა ეს ხალხი, რომელიც საერთოდ დარტყმაში არის. ამ სერიალებით კიდე უაზრულ სერიალებით გარკვეული ცხოვრების წესით, რასაც აკაცულებულები ასგვანა დააკარგინეს ამ ახალგაზრდობას და ხალხს ტვინი. და აყურებენ ამ სერიალებს ვინ მოწამლა, ვინ მოკლა. რაღაცების აკეთებენ. სიბიძულეების კაზანტიპიო, ის ტიპი, ესე იგი რაღაც ეს სტრიპტიზ ბარები და კლუბები, სადაც საშინელი გარყვნილები ხდება, უკვე ჩვენ ექიმებს ველაპარაკებით და უკვე აბორტის პროცედურა მაჩვენებმა 13-14 წლის მოგოებში უკვე მოიმატა და ანუ აბორტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი გარყვნილების კოეფიციენტი ისეთია, რომ პრობლემაა რა. ახლა რატო აკეთებენ ამას? სპეციალურად აკეთებენ. მე უნდა უთხრა ახალგაზრდობას, რომ ეს პროგრამა ახალგაზრდობა გარყვნილი რომ ეყოლება, ადვილი სამართავი ეყოლება. ამიტომ მე ვეუბნები ჩვენს ხელისუფლებასაც ყველას. დროა გამოვხიზა თუ არა და პარტია მამული თავის სიტყვას აუცილებლად ეთქვის. გამოვა სულ და შეკრიბავს ისეთ პატრიოტ ხალხს. და სიმართლეა. პარტია მამულის ირგვლივ გაერთიანდება სულ ისეთი პატრიოტი ხალხი, ისეთი შემართები და ესეთები, ვინც კონკრეტულად ნამდვილად სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. სწორედ დაიწყო ეს პროცესი და ამ პროცესს სწორედ პარტია მამულიც ერთ-ერთი იქნება, რომელიც ძალიან აქტიურად გამო ამ საკითხებთან დაკავშირებით და პარტია აუცილებლად მიიღებს შემდგომ არჩევნებში მონაწილეობას, როცა იქნება საპარლამენტო არჩევნები. ამაზე პარტია მოემზადება, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და სწორედ ამ საკითხებსაც, ამ ბანკის საკითხებს, ამ საკითხებს ყველაფერს გამოვიტანთ წინ. დროა ხელისუფლება გამოვხიზდეს და სწორედ ამ საკითხებს ამ პარტია მამული დასვობს და გამოვიტანს, თქვენ მოაგვაროთ. და ჩვენ ხარში დაგიგებით, ასე დაგიგებთ და მინდა მიტინგებს გამოვალთ, თქვენ ხარდასწორებთ და ყველგან ხარში ეროვნულ საქმეს ვიცით ეროვნული საქმე, ჩვენი პარტიას არ მოერიდება თქვენთან მდგომა. არავის თვითონ მე თვითონ გავუკეთებ ჩემ პარტიის ხალხს მობილიზაციას, გამოვაცხადებ და ყველა ეს ხალხიც მოვაგდებ ის არა პარტიის ხალხს გუჩეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, არის ხო შეკრების წერილი სხვა პარტიებთან გვაქვს ხლა. სხვა პარტიები ქონდა ახლა რამოდენიმე პარტია იყო მოსული ქონდა შეხების წერტილები არსებობს ის რაც არის გასაკეთებელი ვინც დაგვიდება მე თვითონ გავუკეთებ მობილიზაციას და თქვენ გვერდზე დავდგებით თქვენ არ ვფიქრობთ რომ მარტო იქნებით აი ამ საკითხებთან დაკავშირებით თქვენ მოინდო ხაზი რაც გავუშვათ იცით რომ მთავრობა თავის დროზე ამ 2-3 წლის უკან რომ შეხვედრები დაეწყო ეროვნულ ძალებთან ეროვნულ ორგანიზაციებთან ეროვნულ პარტიებთან თავისი ინიციატივით ყოფილიყო ეს დაძახები მართლაც ვაყავთ მოქმედი პარტია კონსერვატივის პარტია რა ვიცი რა ყველა სათაური აქვს მაგრამ კონსერვატივი რო შეხვედრებოდნენ აი შეიძლება თავრობა არ შეხვდეს შეიძლება არ შეხვდეს პარლამენტი რა უმრავლეს კომისიები აჩვენებს მაგრამ კონსერვატივს ვაყავთ ხო არსებობს ეს პარტია რა სახელმწიფო პარტია რომელიც უმრავლესობით არის დაიწყო კონსულტაციები აგერ თქვენ პარტიასთან სხვა ეროვნულ პარტიებზეა დაპარაკი და არა ენერგთან ლიბერალებთან და სოროსისტებთან ხო ქართული ეროვნულ არასამთავრობოებთან 2-3 წლის უკან რომ ეს ეროვნულ ძალებთან დაახლოება კონსულტაციები რო დაწყებულიყო დღეს რუსთაველი და ის არ შედგებოდა და აი ესე ბეწვის ხიძე არ იქნებოდი ჩამოკიდებული ისე გაძლიერდებოდა კონსულატური და ეროვნული მოძრაობა ისე მთავრობასთან ერთად ისე გაძლიერდებოდა რომ ვერ გამედავდა ლეგენდი და პარლამენტში ერთად ვიქნებოდით და ერთი ძალა ვიქნებოდით და თქვენ კანონებს და თქვენ ინიციატივებს და სხვების ინიციატივებს ეროვნულ ტკივილების ესე იგი მომაშუშებულ სწორედ იმ კანონმდებლობას და ინიციატივებს განვახორციელებდით ერთად და ეხლა რა ეხლა აი სულ ბეთის პლიმაზე დადის რა რომ განმოვაგდებს სოროსი არა დააფინანსებს აჯანყებას ტერორისტულ განმოդახობას სამთავრობის არა რატო იგდებთ ამას ასე მდგომარეობაში აი როცა ეს 2-3-4 წლის უკან რომ დაგეწყო დღეს უკვე კონსერვატიული და ესე ძლიერი იქნებოდა რომ პარლამენტში უკვე ერთად იქნებოდი წარმოდგენილი და ერთად გავაკეთებთ თავისთავად ამიტომ ვეუბნებით რომ ჩვენ ჩემი პარტია არ არის ეს პარტია ქვებს ისროდეს მოლოტოვის კოქტეილი შევხვდეთ და არ ვისურვით ეროიცოდეთ ჩვენ არ ვისურვით ჩვენ წინადადებებს გაძლევთ რომ გააკეთოთ თქვენ გააკეთოთ და ჩვენ გვერდში დაგიგებით თუ თქვენ არ გააკეთებთ ჩვენ გამოვიტანთ ამ საკითხებს დავსვათ ამ საკითხებს რომ არჩევნების პერიოდში და ვიტყვით რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენ შევთავაზეთ არ გააკეთეს
იმასაც ვიტყვით რა შემოხდავაზე და გააკეთეთ აი ამ კონსოლიდაციით 5-6 წლის უკან ეს ეროვნული კონსტიტუცია რო ყოფილიყო კონსოლიდაცია თავრობისა და ხალხის უკვე ხალხის ეროვნული ძალების იმ ანგარიშებსაც არ დაგიყადაგებდათ ამერიკა ვეღარ გაბედავდა თქვენ ეხარ ადგილში კიდე რა ეუნქრებათ კაცმარის ამერიკას ისეთი გეგმებია გამაწინამდე სულ შავცირკულებში ყავთ ეს შეყვანილი ყველა დედიან ბუდიანად იმიტომ არის თქვენ ამას მონიათ რომ მარტო ლონდონის ბანკის ინიციატივა ეს ყველაზე ნელი ძალებიდან მოდის ესა და მედაწმებული ვარ და რა ეუნქრებათ კიდე კაცმარის ეს ანგარიშების დაყადაგება და გაყიდვა იმ უზარმაზარი თანხების ფიზიკურები ჩვენ კაცის გაუქმეს და ისა ხო ესეც არ იქნებოდა იმიტომ რომ ერთად ვიქნებოდით ხალხი და მთავრობა ერთად იქნებოდა და უმრავლესობა ვიქნებოდით და რუსთაველზე მობედიანები კი არ ანთებდნენ იმას და აი ამდენი ვერც გაბედავდნენ ჩვენ ვიქნებოდით ჩვენ დავიდოდით ამის ისიც არა გაქვთ თქვენ აი ვერ twinავთ აი სამწუხარო და თქვენ საწინააღმდეგოდ იქცევით და ეს დრო ამას რო აყოლეთ უარესად გიმძიმდება ხომ არ არის თავისთავად რაც დრო გადის ეს უკვე იმიტომ რომ რა პასპილებს წერეს ესენი კაცმარიცის იქ ტრამპს ტყვის როგორ უროცხავენ ეს ჩვენი ქართული ადგილობრივი სოროსისტური ეს 39 იუდა ორგანიზაციები კაცმარიცის რას წერენ იქა რას ეუბნებიან იგივე ცერუს იგივე იმ ორგანიზაციებს იგივე ნატოში რებს ამბობენ რა ტყუილებს ამბობენ მაგით აგენტები რა არა მაგაზე გუშო იმას თონჯერები ჩვენი აკაცია თამდე არახებენ აი უმრავლესობა ვართ კაცო წარმოგიდგენთ ესეთი იმათ ვიცია მოხედეთ აქეთ და მოიხედეთ ახლა მართლა სკამები მიკერებული ხო არა კაცო სკამები დაიბადეთ და ხვალო გამოვლენ ესეთი ჩვეულებრივი მოქალაქეები იქნებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები იქნებიან რა დღეს ჩავდებენ თვითონ იგივე ცერუ და ის რა დღეს ჩავდებს მე გეუბნები რა ჩემ ჩვენი დასაცავი გახდებით ჩვენი დასაცავი გახდებით თითოეული თქვენგან ამიტომ მოდი დავიძახეთ აი აქედან ახლა ვიყურებს ხო შევხვდეთ იმ კოცების ორგანიზაციას რა ქვია აბრევიატურა რა ქართული ოცნება ხო დავიძახეთ მოვა ქვეყანა ხალხი ერთი 50 არასამთავრობოს მოიყვანთ, ერთ 5 ქართულ პარტიას მოიყვანთ. მე კი რა გინდათ კაცო? დავუძეთ და ვილაპარაკოთ, როგორ ჩავაჩოჩოთ ეს ნაცები. არ გინდათ ეს? ნამდვილად ჩვენ განმაყურებელო დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ქონა მეგონი საუბარი, ესეთ თემაზე, რომელიც თელ ქართულ ერს აწუხებს. ეს არის ის, რომ ხვალ ყველას მოგაგებიან, ყველას კარს მიაგებიან, დაუკაკუნებენ და გეტყვიან ლობიო საჭამო ხიზილა ხო რითის უთქაო გამე ვისთან ეცექიო ამიტომ სწორედ დღეს არის ის რომ ყველა ხმა უნდა ამოვიღოთ და არა რუსთაველზე სიაულეთ ფეიერვერკების სრულითა და ფიტუმების დაწვით და ასე შემდეგ არამედ უნდა გამოვიდეთ და სულ ვთქვათ რომ ჩვენ ეს გვყავს და აუცილებელია სწორედ ეკონომიკური თავისუფლება სახელმწიფო ბანკის შექმნა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას ყველაფერს წერტილი და უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბანკი. ამაზე უკვე მეწლებია ვსაუბრობ. 2008 წლიდან ამით გაზეთი ჰორიზონტი არსებობს, დღესაც არსებობს და იქიდან მაქვს სწორედ ამ თემებზე საუბარი. რომ ეს კომერციული ბანკები მაღაზიებში იდნენ, ქუჩაში იდნენ და მოსახლეობას აი ეს ესკი, აი ეს სამართლის სისტემა, აი ეს და სწორედ რა კაი ავიღებ დავხარჯავ მე და მე ვეღარ გადაიხადეს და სწორედ მაგ დავყვა. სწორედ 2008 წლიდან 2009 წლიდან მქონდა ამაზე საუბარი, რომ არ შეიძლება ეს არის დამუკველი და მაშინაც გავაჟღერე რომ აუცილებელია სახელმწიფო ბანკის არსებობა. მაგრამ მაშინ იმ ხელისუფლებამ არავინ მომისმინა მე. დღეს ამბობთ ეროვნული ხელისუფლება ვარ. თქვენ მომისმინეთ ბატონო. რუას აი გააკეთეთ, თქვენ გააკეთეთ. დაავადებადი. ის ხო ამანხობი სიკროვე აი ეს მურმანტული ხო გიცით ისტორიაში დაგვებოდა ეს მურმანტული და სიკროვე დაგვებოდა. ხელისუფლებას ბოლო 50 კი არა შეიძლება 100 წელიწად სიკროვე ანუ არავითარ ესე იგი კონტაქტში არ არის საკუთარ ხალხთან და საზოგადოებასთან. ამიტომ მოთხოვოთ რომ შექმნას სახელმწიფო ბანკი. იფიქროთ წლის ბოლომდე ეს უნდა დაამთავროს და უნდა გააკეთოს ერთხელ და სამუდამოდ რომ სახელმწიფო ესე ვთქვა სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი, თორე გაგიჩინავენ ხელფასებსაც უღალატო. აი, ბატონო, მე დაწყნობ თქვენ ვიყოთ თავრობაში, და თავრობის წევრი თავმჯდომარე ან რაღაცა პარტიის კომისიის, ეკონომიკური კომისიის წამყვანი თავმჯდომარე ხო არის კომისიის პარლამენტში.
აი ასე რომ გამოდიოდეს ვიღაცა ინიციატივა, გინდა პარტია, გინდა არასამთავრობო. დაუძახები, არ დაუძახები, დარწმუნებული ვარ, შევხვდებოდი კაცო, ეთქოდი რომ შენ ინიციატიველი კაცი ხარ, მოდი ჩაერთი ამ იმაში. აი ასე გავიკვეოდით, საერთოდ არის საძებნელი ხალხო, აქტიური ადამიანები, ეროვნული ადამიანები თუ ვინმე ჭკუა თავში, გინდა მთავრობას, გინდა პარლამენტის, აი როზი ხართ იმ კომისიებში დაგვრჩევ თბილბუდეებში და დარგები რო ინგრევა, მედიცინის დარგი რო ინგრევა და ბიზნესი რო ინგრევა და რა დღეში ვარ, ხო, მაფიის ხელში ვარ. ერთხელ არ დაინტერესდებით, რომ აი მოხვიდეთ თან დაურეკოთ, მოდი შენ პარლამენტში ვიყოს მეპატიჟება, კაი თავრობას არ აინტერესებს, ხო, ხდება ეგეთი რაღაც, ნუ იმაში გამყინვარებაში არის, მაგრამ პარლამენტში ცოცხალი პარლამენტარი ხარ, აქტიური ადამიანი, პარლამენტის ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე ხარ, ვინ არის დღეს არც კი ვიცი. რატო არ უნდა დაურეკოთ ეს თემურ ბობოხიძეს და დაპატიჟოთ და იქ თერმობო იმან რომ მოусმინოს აქტივმა, ხო? და რაღაცა კანონი მე გამოწყვეს საქართველოსთვის საქართველოს სასარგებლოდ, საქართველოს ეკონომიკის გადასარჩენად. ნუ თუ ეს არ გაინტერესებთ თქვენ. აი მე პარლამენტარებს ვეუბნები პირდაპირ. ბატონო, ჩვენ ტელემაყურებელს მალობა მოუხადოთ, გადააზიარეთ და სხვებსაც მოუწოდეთ, რომ უყურო, რომ ერთად გავერთიანდეთ და ხმა მივაწვდინოთ. რომ თუ ვერ იგებენ, ერთად უთხრათ ხელისუფლებასაც, რომ იმას მოაქცევ ყურადღებას რაციონალიზაციის უსწავლელზე. მიაქცევ იმას ყურადღება, რაც სახელმწიფოსთვის არის საჭირო და თავარი რაც არის. აი ამას მიაქცევ ყურადღება და მივაწვდოთ ეს ხმა. სახელისუფლებასაც, პარლამენტსაც, პრეზიდენტსაც, ეროვნულ ბანკსაც და ყველას მივაწვდოთ, რომ ამაზე ვიბჯეროთ, ამაზე ვიფიქროთ, როგორ შეიქმნას, რა გაკეთდეს და როგორ გაკეთდეს. ბიზნესმენებსაც ძლიერ მე მიყვარს მილიონერები და მილიარდერები. და მე მინდა მთელი საქართველო მილიონერები იქნება და მილიარდერები იქნება. ისე კი არა შევამოწმოთ მთელი საქართველო ხო მილიონერები, მილიონი კუპონი რო იყო. აი ნამდვილი მილიონერები და ძლიერი საქართველო მინდა. იმიტომ მე არ მინდა ძლიერ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო. დიდარი ქვეყანაა საქართველო და ღარიბი მოსახლეობა. ამიტომ დიდარი ქართველობა მინდა იყოს. ამას მოგიწოდებთ, გავაზიაროთ და სხვებსაც მოუწოდებ, რომ უყუროთ ტელევიზია მამულს და ნახოთ ჩვენი გამოსვლები. აგერ ბიზნესმენი ამ ბატონი გიორგი და ეს დღეს რაც გაიგო, კაცი მეგონი ფიქრობს რა არის ეს, ნუ მე ვერ გამიგე, არც კაკებეში იყო ესეთი რაღაცა და არც ავსან. და ესეთი რაღაცას რას ეთქვა ესენი რა უნდა, ნუ ამიტომ მივაწვდით ყველას ხმა. ხვალ თქვენ კარებთან არ დააკარგუნო და მე არ გითხრა და სწორედ თქვენზე არ გადმოვიდეს ეს სანამდვილო არის ერთად და ერთობით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. მალოთ ყურადღებისათვის ჩვენი საერთო პროგრამა გამოეწურა. გადააზიარეთ მეგობრებო და აქტიურები ვიყოთ ყველან და ერთმანეთს გვერდში დავუშვით.